მოდით დღეს ვისაუბროთ კონკრეტულად ვერძის ნიშნთან დაკავშირებით. ვერძი ეს საკმაოდ ფეთქებადი ხასიათის მატარებელი ნიშანი არის. მას ზოგადად უყვარს საკუთარი თავის ძალის დემონსტრირება, საკუთარი თავის წარმოჩინება სიტუაციურ კუთხით. ეს არის ლიდერის პოზიციის ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ყველაფერში იყოს გამარჯვებული პოზიციის მატარებელი, ყველაფერში იყოს ჩართული. ის ადვილად გამოდის, ასე ვთქვათ, მდგომარეობიდან და ხშირად ფეთქებადობაც შესაბამისად არ დააყოვნებს ხოლმე. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ფეთქებადი ხასიათი გადავლახოთ და ასევე მისი ტოქსიკურობა, როდესაც შეუძლია სიტუაციურად მას თქვენზე მანიპულირება მოახდინოს, როდესაც შეუძლია მას გამოგიყვანოთ წყობილების მდგომარეობიდან და რა თქმა უნდა თვითონაც მე არ დააყოვნებს შედეგი და თვითონაც აფეთქდება როგორც ვულკანი, ხო? შესაბამისად, რაც უნდა გაითვალისწინოთ ვერძის ნიშანთან დაკავშირებით, პირველი ის, რომ თუ მასთან გინდათ რაიმე კონკრეტული სიტუაციის გარკვევა, მნიშვნელოვანი არის, რომ ჯერ პირველ რიგში დაამშვიდოთ არსებული ნიშანი. ამ არსებულ ნიშანს საკმაოდ უყვარს, როდესაც მას აქებენ, როდესაც მასთან გამოხატავენ სითბოს, ყურადღებას, მზრუნველობას. როგორც კი სიტუაციური კუთხით ეს ნიშანი დამშვიდდება და დაწყნადება, მერე უკვე სიტუაციაში გარკვევა მოახდინოთ, უფრო მეტად დეტალურად, დიპლომატიურად ავხსნათ ესა თუ ის სიტუაცია. ზოგადად კომუნიკაციის კუთხითაც მეტად გჭირდებათ, რომ ამ ადამიანთან გამოიჩინოთ სიფრთხილე. რაიმე ესეთი არ უთხრათ, რაც შეიძლება რომ მისი გაღიზიანებადობა გამოიწვიოს. თუ კი ამ ადამიანს ვერძის ნიშანს კონკრეტულად მაქსიმალურად შეძლებთ, რომ მიუდგეთ მეგობრულად, მაქსიმალურად იყოთ კარგ ურთიერთობაში, ჩათვალეთ, რომ ეს ის ადამიანი იქნება, რომელიც არასდროს არ გიღალატებთ, არასდროს არ მიგატოვებთ რთულ სიტუაციაში, ეს არის საყრდენი ნიშანი, მაგრამ მისი ტოქსიკურობა და მისი ფეთქებადობა, ეს არის მინუსის მდგომარეობა. თუ კი გსურს, რომ სხვა ნიშნებთან დაკავშირებითაც ზოდიაქოს მიხედვით სხვადასხვა ფაქტები ჩავწერო ხოლმე ინფორმაციის სახით და გაგიზიარო ეს ინფორმაციები, რა თქმა უნდა, ტაროზე დაყრდნობის კუთხისაც, იმიტომ რომ ტაროს თითოეულ არკანს აქვს თავისი შესაბამისი ზოდიაქოს ნიშანიც, ამ შემთხვევაში იმპერატორი კაცი ეს არის ვერძის ნიშანი. მოიწონე ჩემი ვიდეო, გააზიარე, დამიკომენტარე, რამდენად ახლოს არის ეს ყველაფერი, რამდენად გქონია გამოცდილება ვერძის ნიშანთან, ზოგადად შენ ზოდიაქოს ნიშანი ხართ და შესაბამისად მეც თქვენი აქტიურობიდან გამომდინარე დავდებ ხოლმე სხვადასხვა ნიშნებთან დაკავშირებით ინფორმაციებს, გისურვებ წარმატებას და ბედნიერებას მომავალ შეხვედრამდე.